მოგესალმებით, დღეს გვაქვს ერთი შეხედვით თითო სტანდარტული ინტერვიუ. IBM-ის ხელმძღვანელთან არვინდ კრიშნასთან. ტექნოლოგიური გიგანტის შეფთან. კი, მაგრამ როცა დავიწყეთ გარჩევა, უცებ აღმოჩნდა, რომ ეს არის რაღაცნაირი რენტგენის სურათი. იმის თუ როგორ ფიქრობს ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად ტექნოლოგიების მომავალს აღალიფებს. ჩვენი მიზანია, რომ ამოვიღოთ მთავარი იდეები ხელოვნურ ინტელექტზე, კვანტურ გამოთვლებზე და რაც მთავარია იმაზე, თუ რატომ ვერ ამჩნდება ხოლმე გენიალურ გამოგონებებს თავიდან. ზუსტად. იცი, ყველაზე საინტერესო რა არის? როგორ იწყება ეს საუბარი? ჟურნალისტი უსვამს ყველაზე ბანალურ კითხვას. რას აკეთებს IBM-ი? კი, რას აკეთებს IBM-ი? და კრიშნას პასუხი პირველივე წინადადება ფაქტობრივად მთელი კომპანიის DNM-ს გვიჩვენებს. ის არ ამბობს, რომ ჩვენ კომპიუტერებს ვყიდით ან პროგრამებს ვწერთ? ხო. ის ამბობს, ჩვენი საქმეა დავეხმაროთ კლიენტებს გამოიყენონ ტექნოლოგია ბიზნესის გასაუმჯობესებლად. Всё, ეს ერთი ფრაზა ცვლის ყველაფერს. ანუ მათთვის თვითონ პროდუქტი, რაღაცა რკინა ან კოდი მეორეხარისხოვანია. ზუსტად. თვითონაც ამბობს საკუთარ თავს პროდუქტ აგნოსტიკოს უწოდებს. ანუ არ მაინტერესებს კონკრეტულად რას გავყიდიო. მთავარია პრობლემა გადავჭრა. საინტერესოა. მისივე თქმით, 25 წლის მერე IBM-ი შეიძლება სულ სხვა რამეს აკეთებდეს. თქვათ, მხოლოდ კვანტურ კომპიუტერებს აწარმოებდეს. ეს ფილოსოფია სულ ჰქონდათ. აქ არის ერთი ფაქტი, რომელმაც უბრალოდ გამაოცა. შტრიხ-კოდი ხო, barcode, ყველა პროდუქტზე რო არის. კი, ყოველდღიური რამ. თურმე IBM-ის თანამშრომელმა გამოიგონა. და ეს არ ყოფილა ვიღაც ლაბორატორიაში ჩაკეტილი მეცნიერი. არა. ეს იყო საველე ინჟინერი, რომელსაც სუპერმარკეტმა დაავალა პრობლემის გადაჭრა. უთხრეს, როგორ დავასკანეროთ პროდუქტები სწრაფად, თუდაც ყუთი ამობრუმებული იყოს დასრული ან დაზიანებული. ეს არის იდეალური მაგალითი. მათ არ უფიქრიათ, მოდი ლაზერის ტექნოლოგია გავყიდოთო. არა. მათ იფიქრეს, როგორ შეამციროთ რიგი სალაროსთან. გასაგებია. და სწორედ ამ მენტალიტეტმა ჩამოაყალიბა თავად კრიშნაც. ის ხომ IBM-ში 1990 წელს მივიდა და მუშაობდა რაღაცაზე, რასაც დღეს ჩვენ Wi-Fi-ს ვეძახით. მოიცა, სერიოზულად. ანუ 9-9-იანების დასაწყისში, როცა მე პირიქით კაბელებით ვცდილობდი ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებას, ის უკვე უსადენ ოქსელზე მუშაობდა. დიახ, მაშინ ეს ფანტასტიკის სფერო იყო. ნამდვილად. და აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი, რომელიც გვიჩვენებს, რამხელა უფსკრულია გამოგონებასა და მის გააზრებას შორის. როცა კრიშნამ და მისმა გუნდმა ეს ტექნოლოგია წარადგინეს, ბიზნეს განყოფილებაში რა უთხრეს, იცი? აბა? ეს ვის რაში სჭირდება? სქელი კაბელი ხომ უფრო საიმედოა. ვერ ვხვდები, ლოგიკა სად არის? ანუ, რატომ იფიქრეს ასე? იმიტომ, რომ მათ ტვინში მხოლოდ ერთი გამოყენება არსებობდა, საწყობის თანამშრომლები. ხო, რომლებიც ხელის სკანერებით დადიოდნენ და ინვენტარიზაციას აკეთებდნენ, მათთვის Wi-Fi-ის ბაზარი იყო. საწყობოს მუშები. და მეტი არაფერი. აზრადაც არ მოსვლიეთ, რომ ოდესმე ვემი ამას სახლში, ლაპტოპისთვის ან ტელეფონისთვის გამოიყენებდა, მათთვის ეს სამყარო უბრალოდ არ არსებობდა. ეს ხომ წარმოუდგენელი სიბრმავეა. დღეს Wi-Fi-ის გარეშე ცხოვრება? ვერ წარმოგვიდგენია. კრიშნა ამას ადარებს ტელეფონის გამოგონების პერიოდს. როცა კომპანია AT&T-მ კვლევა ჩაატარა, გადაწყვიტეს, რომ ქალებისთვის ტელეფონის მიყიდვა არ ღირდა. რატომ? ეშინოდათ, რომ ისინი დროს მეგობრებთან ჭორაობაში გაკარგავდნენ. ღმერთო ჩემო. ხო, და ვერ გააცნობიერეს, რომ მეგობრებთან ჭორაობა სწორედ ტელეფონის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე მომგებიანი ფუნქცია იყო. მაშ რა არის ამ სიბრმავის მიზეზი? რატომ ვერ ხედავენ ამას ასეთი დიდი და ჭკვიანი კომპანიები? კრიშნას პასუხი ძალიან მარტივია. ბიზნესი როგორც წესი ეყრდნობა მონაცემებს. ციფრებს. კი, მონაცემები კი აღწერს წარსულს. იმას თუ როგორ იქცეოდნენ მომხმარებლები გუშინ. ეს მიდგომა უბრალოდ ხელს გიშლის, დაინახო ბაზარი, რომელიც ჯერ არ არსებობს. როგორც სტივ ჯობსი. მას ხომ არ უკითხავს ხალხისთვის, გინდათ თუ არა iPhone-იო? ზუსტად, იმიტომ რომ ასეთი რამ არ არსებობდა, მან შექმნა ეს ბაზარი. ეს გააცნობიერა კრიშნამ Wi-Fi-ის ისტორიით. და ამ გამოცდილებამ შეცვალა ის როგორც პიროვნება. კი, ეს იყო გარდამტეხი მომენტი.
მიხვდა, რომ იყო ბრწყინვალე მეცნიერი და გქონოდა გენიალური გამოგონება, ეს საკმარისი არ იყო. ანუ, საჭირო იყო გესწავლა ბიზნესის ენაზე საუბარი, შეგექმნა არგუმენტი და გერწმუნებინა სხვები. ეს იყო მისი ტრანსფორმაცია, მეცნიერიდან ბიზნეს ლიდერამდე. ის ამბობს, არაფერი დამივიწყებია ძველი უნარებიდან, უბრალოდ ახლები დავამატეო. და ამ ახალმა ხედვამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო. მის 90-იანი წლების პროგნოზებს რომ დაუბრუნდეთ, მან ორი რამ იწინასწარმეტყველა ზუსტად. მართალია. პირველი, რომ კომპიუტერები და ქსელები ერთმანეთს შეერწყმებოდა, რაც ინტერნეტად იქცა, და მეორე, რომ ვიდეო სტრიმინგი გახდებოდა კონტენტის მოხმარების მთავარი ფორმა. კი, მაგრამ იცი სად შეცდა? ეგ უფრო საინტერესოა. აბა, ის ფიქრობდა, რომ ამ ახალი სამყაროს მეფეები სატელეკომუნიკაციო კომპანიები გახდებოდნენ. ლოგიკურად ჟღერს. ლოგიკურია, მაგრამ არ მოხდა. და მიზეზი ისევ ძველებურ აზროვნებაში იყო. ისინი მიჩვეული იყვნენ მომსახურების ცუდთობრივად გაყიდვას. მათ ვერ წარმოედგინათ ბიზნეს მოდელი, სადაც ფიქსირებულ თვიურ გადასახადს იხდი და ინტერნეტს უსასრულოდ მოიხმარ. და გამარჯვებულები გახდნენ ისინი, ვინც ეს მოდელი შემოიღო. ზუსტად. და იყო კიდევ ერთი უფრო ტექნიკური მიზეზი, ხომ, რაღაც სულელური ქსელის კონცეფცია. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. სატელეფონო კომპანიებს ჯეროდათ, რომ ქსელი უნდა ყოფილიყო ჭკვიანი. ანუ ქსელს უნდა ემართა ყველაფერი. კი, და ბოლო მოწყობილობა, თქვათ ტელეფონი, უნდა ყოფილიყო სულელი. ინტერნეტი კი პირიქით აეწყო. ქსელი არის სულელი. ის უბრალოდ გადასცემს ინფორმაციის ნაწილაკებს, ბიტებს. მას არ აინტერესებს ეს კატის ვიდეოა თუ საბანკო გადარიცხვა. და მთელი ინტელექტი ბოლო მოწყობილობაშია, შენს კომპიუტერში. შენს კომპიუტერსა და სმარტფონში. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. და აი ეს უნარი, რომ დაინახო ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ, ეს პირდაპირ მიგვიყვანს მის ერთ-ერთ ყველაზე სარისკო და თავიდან ყველასთვის გაუგებარ გადაწყვეტილებამდე, Red Hat-ის შეძენამდე. ნამდვილად. წარმოიდგინეთ 2018 წელია. IBM-ი აცხადებს, რომ კიდულობს ღია კოდის კომპანია Red Hat-ს. ღია კოდი, ანუ open source, ბევრისთვის მაშინ უფასო, არასერიოზულ სამყაროსთან ასოცირდებოდა. და ბაზრის რეაქცია? კატასტროფული. IBM-ის აქციები 15%-ით დაეცა ერთ დღეში. ბაზარმა ჩათვალა, რომ ეს იყო საშინელი შეცდომა. კარგი. მაშინ დაგვეხმარე და აგვიხსენი, რა ლოგიკა იდგა ერთი შეხედვით კატასტროფული გადაწყვეტილების უკან. რატომ გააკეთა ეს? კრიშნას ლოგიკა იყო. კონტრინტუიციური, მაგრამ ჩემი აზრით გენიალური. იმ დროისთვის ღრუბლოვანი სერვისების ბაზარზე დომინირებდნენ Amazon-ი, Microsoft-ი და Google. და IBM-ი ჩამორჩებოდა. კი, 5 წლი ჩამორჩებოდა. კრიშნამ თქვა: იმის ნაცვლად, რომ დავხარჯოთ მილიარდები და ვეცადოთ დავეწიოთ მატარებელს, რომელიც უკვე წასულია, მოდი გავხდეთ ამ მატარებლისთვის ყველაზე საჭირო ნაწილი. საინტერესო მიდგომაა. Red Hat-ის ტექნოლოგია კომპანიებს საშუალებას აძლევდა თავიანთი პროგრამები ერთდროულად ამუშავებინათ Amazon-ის, Microsoft-ის და Google-ის ღრუბლებზეც. IBM-ი გახდა არა კონკურენტი, არამედ შვეიცარია, ნეიტრალური და ყველასთვის საჭირო პლატფორმა. ანუ თუ ვერამარცხებს შეუერთდი, ოღონდ ბევრად უფრო ჭკვიანურად. მაგრამ როგორც ვიცი, ამ იდეის გატანა არც ისე მარტივი იყო კომპანიის შიგნით. სულაც არა. მას დასჭირდა დაახლოებით 6-დან 19 თვემდე წარუმატებელი მცდელობა, რომ ვინმე დაერწმუნებინა. ამდენი ხანი. კი, მერე კიდევ 6 თვე, სანამ რამდენიმე თანამოაზრე იპოვა. და საბოლოოდ თითქმის 4 წელი გავიდა, სანამ 2023 წელს Wall Street-მა და მსოფლიო მაღიარა, რომ ეს იყო IBM-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შენაძენი. ეს კარგად აჩვენებს მის ხასიათს. უკიდურესად შეუპოვარი და მომთმენია. და ეს შეუპოვრობა და გრძელვადიანი ხედვა ალბათ კარგად ჩანს იმაშიც, თუ როგორ უდგება ის დღევანდელობის მთავარ თემას, ხელოვნურ ინტელექტს. დიახ. ის დღევანდელ AI სიგიჟეს 1995 წლის ინტერნეტის ბუმს ადარებს. ანუ dot-com bubbles. ზუსტად, მისი თქმით, ახლა არის უზარმაზარი აჟიოტაჟი. კომპანიების 80%, რომლებიც დღეს AI-ზე მუშაობენ, გაკოტრდებიან. 80% ეს ძალიან ბევრია. კი, მაგრამ ის დარჩენილი 20%, ისევე როგორც თავის დროზე Amazon-მა და Google-მა, არა მხოლოდ დაფარავს ყველა დანახარჯს, არამედ ჩვენს მოლოდინსაც გადააჭარბებს და სამყაროს შეცვლის.
რაში უშვებენ შეცდომას ის კომპანიები, რომლებიც მისი აზრით გაკოტრდებიან? რას აკეთებენ არასწორად? კრიშნა ამბობს, რომ ისინი მისდევენ ბზინავ ექსპერიმენტებს, ხვმნიან რაღაც შთამბეჭდავ დემო ვერსიებს. რომელიც ლამაზად ჩანს პრეზენტაციაზე. ხო, მაგრამ რეალურ ბიზნეს პრობლემას არ წყვეტენ. მისი აზრით, ფოკუსირება უნდა მოხდეს ისეთ მოსაწყენ, მაგრამ მასშტაბურ სფეროებზე. მაგალითად, მომხმარებელთა მომსახურების ავტომატიზაცია ან პროგრამისტების პროდუქტიულობის 30-70%-ით გაზრდა. ეს არ ჟღევს სექსუალურად, მაგრამ როგორც ჩანს, სწორედ აქ დევს მილიარდები. სწორედ აქ. ანუ IBM-ის სტრატეგია განსხვავებულია. ისინი ხომ არ ქმნიან ახალ GPT-ს კონკურენტს? არა, და ეს შეგნებული არჩევანია. ისინი ფოკუსირდებიან ბიზნესზე. მათ არ ჭირდებათ მოდელი, რომელსაც შეუძლია დაწეროს ლექსი კატაზე. ან რეცეპტი მოიფიქროს. ხო, მათ სჭირდებათ მოდელი, რომელიც უზადოდ გაანალიზებს 1000 გვერდიან ინგლისურენოვან იურიდიულ კონტრაქტს. ეს ამოცანა ბევრად ვიწროა, მაგრამ კონკრეტული ბიზნესისთვის წარმოუდგენლად ღირებული. ესე იგი, მათ შეუძლიათ შექმნან ბევრად პატარა, იაფი და ეფექტიანი მოდელები. ზუსტად. კარგი, ეს გასაგებია. მაგრამ ახლა მივედით თემასთან, რომელიც როგორც ინტერვიუდან ჩანს, თავად კრიშნას ყველაზე მეტად აღაფრთოვანებს. კი. და რომელიც ბევრისთვის ჯერ კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკას კავს. კვანტური გამოთვლები. ის ამბობს, რომ ეს შოქში ჩააგდებს მსოფლიოს, ეს ძალიან დიდი განაცხადია. ძალიან. მარტივად რომ ვცადოთ ახსნა, რა არის ეს? მოდი ვცადოთ ანალოგიით. წარმოიდგინეთ, კლასიკური კომპიუტერი მუშაობს როგორც შუქის ჩამრთველი. ან ჩართულია, ან გამორთული, ან 1, ან 0. ბინარული კოდი. კი. ხელოვნური ინტელექტი გენიალურია იმაში, რომ მილიარდობით ასეთ ჩამრთველს შორის პოულობს კავშირებს. კვანტური კომპიუტერი კი ამბობს, რატომ უნდა იყოს ან-ან? ის არ არის ჩამრთველი, ის უფრო შუქის მარეგულირებელია, დიმერ. აჰა, მას შეუძლია იყოს ჩართული, გამორთული და ყველა შესაძლო მდგომარეობა მათ შორის. თანაც ერთდროულად. აი ეს არის მესამე ტიპის მათემატიკა, რაზეც კრიშნა საუბრობს. ვაუ, ანუ ის უბრალოდ უფრო სწრაფი კი არ არის, ის სრულიად სხვა პრინციპით ფიქრობს. და რა ტიპის პრობლემების გადაჭერა შეუძლია ამ მარეგულირებლით ფიქრს? რასაც ჩვეულებრივი კომპიუტერი ვერასდროს შეძლებს? ის წყვეტს არა მონაცემებზე, არამედ გამოთვლებზე დაფუძნებულ პრობლემებს. მაგალითად, ახალი მასალების ან წამლების შექმნა. დღეს ამას ციდა და შეცდომის მეთოდით აკეთებენ. ანუ ურევენ რაღაცებს და იმედი აქვთ, რომ გამოვა. რაღაც პონჩი კი, კვანტურ კომპიუტერს კი შეუძლია მოლეკულურ დონეზე მოახდინოს მილიონობით შესაძლო კომბინაციის სიმულაცია და იპოვოს იდეალური ვარიანტი. ეს არ არის ინტერნეტის უფრო სწრაფად დათვალიერება, ეს არის ბუნების ფუნდამენტალურ კანონების დონეზე მუშაობა. რამე კონკრეტული მაგალითი თუ არსებობს უკვე? რამე რაც მუშაობს? კი და ის შოკის მომგვრულია. ბანკმა HSBC-მ გამოიყენა IBM-ის კვანტური კომპიუტერი ობლიგაციებით ვაჭრობის ოპტიმიზაციისთვის. და შედეგი? სიზუსტე გაზარდეს 34%-ით. 34%-ით? ხო, უნდა გვესმოდეს, რომ ფინანსურ სამყაროში 1%-იანი გაუმჯობესებაც კი კოლოსალურ წარმატებად ითვლება. 34% კი უბრალოდ სხვა სამყაროა. წარმოუდგენელია. სხვა მაგალითებია უკეთესი, უფრო მყარი ბატარეების შექმნა, რომლებიც არ ფეთქდება, ან საფოსტო სერვისისთვის საწვავის ხარჯის 10%-ით შემცირება, რაც $100 მილიონ ზოგავს წელიწოდში. წარმოუდგენლად ჟღერს. კრიშნა ამბობს, რომ ამ გამოგონების მნიშვნელობა ნახევარგამტარის გამოგონების ტოლფასია. ანუ იმის, რამაც მთელი ციფრული რევოლუცია შესაძლებელი გახადა. დიახ, და ის ფიქრობს, რომ ეს მომავალი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვგონია. მისი პროგნოზით 3-5 წლიწადში კვანტური გამოთვლები რეალურ ხელშესახებ გავლენას მოახდენს მსოფლიოზე. მაშასე, როცა ამ ყველაფერს ერთად ვუყურებთ, დაწყებული 90-იანების Wi-Fi-ის მიმართ სიბრმავით, გაგრძელებული Red Hat-ის სარისკოსვლით და დამთავრებული კვანტური ნახტომით, რა არის მთავარი ხაზი, რომელიც ამ ყველაფერს კრავს? რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, თქვენთვის? ჩემთვის მთავარი იდეა ისაა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი არასდროს არის მხოლოდ გამოგონება. ეს არის უნარი დაინახო მომავალი იქ, სადაც სხვები მხოლოდ არსებულ მონაცემებს ხედავენ. ხო. ეს არის უნარი შექმნა ბაზარი, რომელიც არ არსებობს. და რაც მთავარია, ეს არის შეუპორობა. რომ შენი ხედვა რეალობად აქციო, თუნდაც წლების განმავლობაში ყველა გიჟად გთვლიდეს. და კიდევ ერთი რამ, რაზეც დავფიქრდი.
უდიდესი ნახტომები ხდება მაშინ, როდესაც სწავლობთ ახალ ენაზე საუბარს. იქნება ეს Wi-Fi-ის შესაძლებლობების გააზრება, ღია კოდის ბიზნეს მოდელის მიღება, თუ კვანტური მათემატიკის გამოყენება. ზუსტად. ეს არის აზროვნების ჩარჩოს შეცვლა. და ბოლოს, მოდი დაუტოვოთ ჩვენს მსმენელს ერთი შეკითხვა დასაფიქრებლად. ამ საუბარმა დამაფიქრა. რომელი დღევანდელი ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ ისეთივე საწყობოს მუშის ვიწრო ხედვით ვუყურებთ, როგორც 90-იანებში Wi-Fi-ს უყურებდნენ? კარგი კითხვა. და კიდევ ერთი, უფრო ღრმა კითხვა. თქვენ რომ გქონდეთ წდომა მანქანასთან, რომელსაც შეუძლია ამ მესამე ტიპის მათემატიკით იაზროვნოს, რა შეუძლებელ პრობლემას დაუსვამდით თქვენს პროფესიაში ან თუნდაც ცხოვრებაში?